ძმაო. გულენდა? რა დაგემართა? ძმაო. ძმაო. გამაგებინე რა დაგემართა? ძმაო. საშინელება მოხდა. რამე მოხდა? ბავშვს რამე სჭირს? რა მოხდა? გულს ნუ მიხეთქავ. იმ ტიპმა რამე დაგიშავა? საშინელება მოხდა. მითხარი, გულს ნუ მიხეთქავ. გულენდა? მერტ. კარგად ხარ შვილო? რა დამემართა? გონება დაკარგე? არ გახსოვს? გონება დავკარგე? გულენდა? მერტ. მოიცადე, სად მიდიხარ? მერტ. მოიცადე. რა დაგემართა? მერთი მოვიდა. ჩემი საქმრო მოვიდა, ჩემს დასახვანად. გულენდამის ქმარს მერტს გულისხმობ? არა, ჩემი საქმროა, ჩემს დასახვანად მოვიდა. ვიცოდი, რომ არ მიმატოვებდა. ვიცოდი, რომ არ დამტოვებდა. ჩემს დასთავს დაესხნა, ნიახტის გემბანზე ათრიეს. შენ ამ დროს სად იყავი? ბავშვს რომ რამე მოსვლოდა? მას რომ რამე დამართნოდა? შინ გაჩვენებდი სეირს. ბიჭო, ჩემი და ხომ შენ განდე. ხომ გითხარი, შენი ერთადერთი მოვალეობა, როგორც მისი ქმარი, მასზე ზრუნვა და მისი გაბედნიერება ამეთქი. ხომ გითხარი, ამ გოგოს თვალიდან ცრემლი გადმოუგორდება და სისხლს გარწყევინებ მეთქი. ეს გოგო ასეთ მდგომარეობაში რატომ არის? გასაგებია, მაგრამ გულჯემალ ბეი. ძმაო. სახლიდან ისე გავედი, რომ არავისთვის არაფერი მithქვამს. არც მერთმა იცოდა. როგორც კი გაიგო, მაშინვე საავადმყოფოში გამოიქცა. გთხოვ, უარესად ნუ მძაბავ. ისედაც საშინელება გამოვიარე. რას ამბობს? შენ რომ რამე მოხსლოდა? ბავშვს რომ რამე დამართნოდა? არავინ დაშავებულა. ამის ალბათობა იყო. მადლობა უფალს არავინ დაშავებულა. შესაძლოა დაშავებულიყო. თუმცა არავინ იცის რომ დაშავებულიყო გაგიხარდებოდა თუ გეწყინებოდა. არ გეწყინოთ, მაგრამ არ მესმის ბრალს რა შიმდებთ. ეს ბავშვი ხომ ჩემი შვილია, არა? მოკეტე. ისევ ლაპარაკობს. ჩემი შვილიაო, ასე თქვა.
საკმარისია ძმაო. გთხოვ, შეჩერდი. არავინ დაშავებულა, ბავშვიც კარგად არის. ჩემი შვილიო, რას ამბობს? მოიცადე, სად მიდიხარ? დამშვიდდი. წამოდი, წამომყევი და დამელაპარაკე. წამოდი, ყველაფერს გეტყვი. წამოდი, გთხოვ. წამოდი, დამშვიდდი. რას ამბობს? გულჯემალმა საქმროს დამაშორა. შემდეგ კი ჩემი საქმრო თავის დაზე დააქორწინა. არა, არა, რა არა? მან საქმროს დამაშორა. ჯერ მამა ჩემი დაატყვევა, რათა მე აქ მოვეყვანე. შემდეგ სახლი დამიწვა. წასასვლელი რომ არსად მქონოდა. მითხრა შენი საქმრო მოკვდაო. ახლა მივხვდი რის თქმასაც ცდილობდა. ჩემი საქმრო არ მოუკლავს. უარასდღეში ჩააგდო. თავის დაზე დააქორწინა. ავადმყოფია. ამას არ შევარჩენ. მოიცა. გულჯემალმა არ იცოდა. ამ სახლში არ მოგიყვანდა რომ ცოდნოდა რომ შენი საქმრო იყო. არ იცოდა? რა არ იცოდა? მეხუმრებით? რა სისულელეს ამბობთ? ეს ყველაფერი დამთხვევაა? ჩემი საქმრო ქორწილამდე ერთი დღით ადრე გაუჩინარდა. ერთი დღით ადრე. ჩემი საქმრო გაუჩინარდა. მოგვიანებით კი გულჯემალის დისკმრის სტატუსით გამომეცხადა. გულინდა მიფეხმძიმედ არის. შენც ხომ გაიგონე? გულჯემალმა ამის შესახებ იმ უბედური შემთხვევის დროს გაიგო. ამ დრომდე მერც არც იცნობდა და არც თავისი დის გათხოვებას აპირებდა. რამდენი თვის ორსულია? 2. მოდი აქ, დაჯექი. შვილო, შენი მესმის. ამის გაგება ძალიან რთულია. მაგრამ შენი საქმრო გულენდამთან მანამდე წოლილა, სანამ გულჯემალი ამ ქალაქში ჩამოვიდოდა. ღმერთო. ეს რა დღეში ვარ? ასეთი რა განსაცდელი მაქვს. მომისმინე. შენი მესმის. გაცეცხლებული ხარ, მართალიც ხარ. მაგრამ დროა შეწყვიტო. უნდა დამშვიდდე. გულჯემალს არაფერი უთხრა, გესმის? არაფერი. რატომ არ უნდა ვუთხრა? იმ სულმდაბალმა ადამიანმა მომხდარის გამო პასუხი უნდა გამცეს. გულჯემალი მერც მოკლავს. რაც უნდა მოხდეს საქმე უმანკო ბავშვს ეხება. გულჯემალს სიმართლეს ეტყვიდა, ბავშვი უმამოდ დარჩება. ეს გინდა. აბა როგორ მოვიქცე? ისე მოვიქცე თითქოს არ ვიცნობ? ჩემ საქმროსთან და თავის ახალცოლთან ერთად ერთ სახლში ვიცხოვრო? რა სისულელეა? რა სისულელეა? ამ სახლიდან წახვალ. დაგეხმარები. რა? დაგეხმარები. მართლა? დრო მომეცი. გაფრთხილებ გულჯემალს არაფერი უთხრა. კარგი? ფეხზე ამდგარ ხარ? ხო, უკეთ ხარ? კარგად ვარ. არაფერი მჭირს. გონება რატომ დაკარგე? ალბათ წნევა დამივარდა.
მაგრამ ახლა კარგად ვარ. თბილად ჩაიცვი საავადმყოფოში წაგიყვან. არა, საავადმყოფო საჭირო არ არის, კარგად ვარ. საჭმელიც არ გიჭამია, შიმშილით ძალა გამოგეცალა. რა თქმა უნდა, ამის ბრალია. დედა, დევას რამე მოუმზადე. კარგი, დაისვენე მაინც. კარგი. მოდი, დაისვენე. დაჭიქი. კარგად ხარ? მართლა ჩვენზე დარდობ? დაინახე როგორც მომექცნენ. მაგრამ უკან არ დაბრუნებულ ხარ. ხო. ახლა აქ რატომ ხარ? მერტ, გონს მოდი. როგორ? დევა იმ გიჟის გვერდით არის და მე როგორ დამშვიდდე? წყეული მციყოს, თავიდანვე ყველაფერი სწოდნია. დევას თვალი დაადგა. ჩვენს დასაშორებლად თავის დაზე ძალით დამაქორწინა. გოგო ლოგინში ძალი ჩაგიგორა? ერთი ღამის გატაცება იყო. ესე იგი ერთი ღამის. დიდი შეცდომა დაუშვი. გულენდამთან გაერთე? რაც მოხდა. გულჯემალმა არ იცის, რომ დევაზე იყავი დანიშნული. დარწმუნებული ვარ. ის რომ იცოდეს, სახლში არ შეგიშვებდა. როგორ? აბა ასე რატომ გვექცევა? იმისთვის რომ მე მომიხოს ბოლო. დევა თავის მხარეს ამიტომ გადაიბირა. ჩემს განადგურებას ცდილობს. ეს რატომ უნდა? რას გერჩით? თქვენთან რა უთანხმოება აქვს? ეგ ჩემი პრობლემაა. შენის მითხარი დევას დაბრუნება გინდა თუ არა? დიახ, მინდა. რა მნიშვნელობა აქვს მინდა თუ არ მინდა? იმ ფსიქოპათს დევა ხელიდან როგორ გამოვგლიჯო? ძალა არ მეყოფა, მას როგორ დავამარცხებ? ჯერ კიდევ ვერ ხვდები რას დაკვირდი. ხოლო დევას დაბრუნებას კი არა. გულჯემალის ადგილის დაკავებას გვირდები. ყველაფერი შენი იქნება. მისი ქონება, ძალაუფლება. და რა თქმა უნდა დევა. ამისთვის რა უნდა გავაკეთო? შენს ცოლს ხელი უნდა მოკიდო. და იმ სახლში დაბრუნდე. თან დევა შენ თვალწინით რეალებს. თან იმ სახლში ჩემი თვალი და ყური იქნები. ეზოში ჩიტიც რომ შემოფრინდეს, ინფორმაცია მე უნდა მქონდეს. შენ გამოდაბრუნდი. მინდა რომ მოცლად მყოფი ჩვენი შვილის გამო კიდევ ერთი შანსი მომცე. გმადლობ. მადლობას მეგიხდი. შვილს გამიჩენ და შენი წყალობით. შენი წყალობით ცხოვრებაში პირველად ოჯახი მეყოლება. ნუ ტირი. ხომ გაიგონე შენმა ძმამ რა მითხრა? შენი თვალიდან გადმოგორებული ყოველი ცრემლის გამო პასუხს მემაგებინებს. მართლა იცინი? პირველად გხედავ ასე გულიანად რომ იცინი. მართლა პირველად გხედავ. უნდა დავისვენოთ. თეთრილს გამოგიღებ. კარგი? სად დავწვე? დივანზე. საკმაოდ რბილი დივანია. ამახა მაგ დაძექი. თუ ვერ მოისვენებ,
შენ მან დაწვევი? მოდი. ერთმანეთს თუ კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ, სხვა თუ არაფერი ერთად მაინც დავწვეთ. მოდი. ტანსაცმელს გამოვიცვლი. ჩვენი ნივთები ამოვალაგოთ. რა დროს ტანსაცმელია თავიდან, მეც მეუცხოვა, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვევი. მოდი დაწექი. მოდი. ტანსაცმლით? ო. აი ასე. ფეხსაცმელიც მაცვია. გამარჯობა ზაფერხანი. არმაღანი თავის ოთახშია? არა, მისაღებშია. რა ხდება? იფექი სად არის? მამის სანახავად წავიდა. მერე? რა მერე? არ მომიყვები რა მოხდა? იმ კაცის სახლში მივედი. სახლში ერთად შევედით. დაინახა ის, რაც უნდა დაენახა. და საკითხი დაიხურა. შენც უნდა დახურო. იმ კაცისგან თავის შორს უნდა დაიჭირო. რა მოხდება რომ არ დავიჭირო? არმაღან. ნუ მაიძულებ. რას გაიძულებ? რას მოიმოქმედებ აქედან შორს გამიშვება რა? გარგი როგორც ყოველთვის ახლაც ასე მოიქცევი. ასეა? თუ დამჭირდა, ასეც მოვიქცევი. ერთადერთი შვილი ყავს. წლების საზღვარგარეთ დამტოვე და თავად აქ იყავი. მთელი ჩემი ბავშვობა დედის მონატრებაში გავატარე. იმისთვის რომ კარგი განათლება მიგეღო. მე განათლება კი არა, დედა მჭირდებოდა. არა დედა. ეს აღარ მოხდება. არ ვიცი მთელი ეს წლები ვის ან რას დამაშორე, მაგრამ იცოდე, შენს წინ ის პატარა ბავშვი აღარ დგას. მე გავიზარდე. მე ახლა აქ ვარ და არავის გავექცევი. არსად წასვლას არ ვაპირებ. როგორ მელაპარაკები? ძალით ვერც ვერავინ გამაკეთებინებს იმას, რაც არ მინდა. მათ შორის ვერც შენ დედა. მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ. ეს თუ ჩემი სურვილი იქნება. არმაღან. არმაღან. ვერ ვიჯერებ, წარმოუდგენელია. თვალი გამისწორა და მითხრა აქ ჩემი ნებით ვარო. ამიერიდან გულჯემალ ბეისთან იმუშავებს. მამა რისი იმედი აქვს? ასე როგორ ენდობა? მე მენდობა. რა? მე უთხარი დევას რომ იმ სახლში დარჩენილიყო. ამ ეტაპზე ყველასთვის ასე აჯობებს. იმ სახლში გულჯემალის გვერდით უნდა იყოს. იმას გააკეთებს, რასაც მე ვეუბნები. რა სისულელია, მამა? არ მჯერა. ალბათ შენც ხვდები, რომ ლოგიკურად ვერ აზროვნებ. დევა, ჩემს სიტყვას ისე დაემორჩილა, რომ ჩემთვის შეკითხვაც არ დაუსვამს. ვუთხარი იქ დარჩები მეთქი და იმ სახლში თავისი ფეხით წავიდა. ჩემი ღვიძლი ქალიშვილი კი არ მემორჩილება. ასე არა? არა, რას ამბობ? გემორჩილები, მაგრამ არ მესმის რატომ? ვერ გავიგე. სხვას ნუ რაფერს მკითხავ. დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ. გულენდა? ის ხომ ჩემი შვილიც არის. გულჯემალმა არ იცოდა. მერც მოკლავს. მაგრამ მოკლა. მისი მოკლა უკვე დავიწყე. სიკვდილში რევოლვერით მოკლას არ გულისხმობ. ასე არა. მას გულში მოკლავ. გულში. აღარ შევიყვარებ და ერთ დღესაც ჩემთვის მოკვდება, რადგან როდესაც ადამიანი აღარ გიყვარს, ის შენში კვდება. ესე იგი შენ ციცი ტკბილი პორტოხალი. 10 წლის ვიყავი, როცა ეს წინადადება წავიკითხე.
okuduğum gibi წავიკითხე და დავიჯერე. çünkü ესე იგი, demek ki birini როცა ადამიანი sevmeye devam გიყვარს, ettiğin sürece ის ადამიანი შენთვის მუდამ ცოცხალია, kişi yaşıyor olacak. სანამ ის გიყვარს. Yani ben annemi სანამ მე sevmeye devam დედა ettiğim ჩემი sürece მეყვარება, ის აქ იქნება. მუდამ ცოცხალი benim იქნება. annem hayatta olacak. Benim ამიტომ annem მასზე yaşıyor olacak. როგორც არ უნდა ვბრაზობდე, O yüzden ne kadar როგორი ნაწყენიც არ უნდა ვიყო. kızsam da ona, ne kadar kırgın მე da ის olsam, onu მაინც sevmeyi hiçbir zaman მეყვარება. bırakmadım. საერთო ბევრი გვაქვს. მე სიგნი 14 წლის ასაკში ბავშვთა კოლონიაში წავიკითხე. ბავშვთა კოლონიაში? ხო. იქ გასართობი არაფერია. დროს კითხვაში თუ გაატარებ. მეც ასე მოვიქეცი. ყველა წიგნი წავიკითხე, რაც კი ხელში ჩამივარდა, მაგრამ ერთი წიგნი ბავშვთა კოლონიის ბიბლიოთეკიდან ავიღე. ეს წიგნი. ეს კარგი მომენტია. ახლა მივხვდი თუ ტანჯვა რას ნიშნავს. ტანჯვა გონების წასვლამდე ცემას არ ნიშნავს. ფეხზე მინის ნამსხვრევებისგან მიყენებულ ჭრილობაზე ნაკერების დადებას არ ნიშნავს. ტანჯვა გულის თავიდან ბოლომდე სპაზმში დახრჩობას ნიშნავს. სურვილს ნიშნავს ისე მოკვდე, რომ საიდუმლო ვერავის გაუმხილო. მოუშუშებელ ჭრილობას ნიშნავს. იმ სურვილის მოკლას ნიშნავს, რომ ბალისზე თავის გადაბრუნებაც კი არ გინდა. ბავშვის სახელად ზეზე თითქოს ჩემს მწუხარებას, ჩემს განცდებს აღწერს. ეს წიგნი არაერთხელ წავიკითხე. ზეზეს მსგავსად ვნატრობდი ისე მომკვდარიყავი, რომ საიდუმლო არავისთვის გამემხილა. ვერ მომკვდე. Bir çocuğa როგორი ბედისწერაა ის ბედისწერა, რომელიც ბავშვს აიძულებს ისე ინატროს სიკვდილი, რომ საიდუმლო ვერავის გაუმხილოს. ეს რა ბედისწერაა? სიკვდილზე უარესი ბედისწერაც არსებობს გრძელ წამწამიანო. სწორედ ჩემი ბედისწერის მსგავსად. ბავშვთა კოლონიაში რატომ მოხვდი? 2 საათი რატომ ტირი? არასწორად გაიგე. არ ვტიროდი. კარგი, ასე იყოს. öyle. ასე იყოს. ცოტა კიდევ წაიკითხე. ზეზემ პორტუგალს უთხრა. იცი არ მინდა რომ გვერდიდან თუნდაც ერთი წუთით მოგშორდე. რატომ მოგკითხა პორტუგამ? იმიტომ რომ დედამიწაზე ყველაზე კარგი ადამიანი შენ ხარ. ვერავინ ვერაფერს მიშავებს, როდესაც შენ გვერდით ვარ. გულში ბედნიერება მზესავით ანათებს. Vallahi evi yakan თავის ოთახში შეიყვანა. კინაღამ სახლი გადაწვა. Bana sorarsan bu kızın მე თუ მკითხავ შენ ძმა სის გოგო გულში ჩაუვარდა. გულში ჩავარდნა რას ნიშნავს დედა? ძმა გულჯემალი შეყვარებულია? ჭრაობას მოეშვით. ჭამეშვილო, ჟიერი ნუ ხარ. ბავშვზე უნდა იზრუნო. კარგად უნდა იკვებო. Ne oldu? რა მოხდა? Niye düştü suratı? მოწყენილი რატომ ხარ? კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად. Midem bulanıyor. გულისრევი შეგრძნება მაქვს.
რა ცუდი შეგრძნებაა. ამ ლამაზი გოგოს გამო პირველი სამი თვე პირში ლუკმა არ ჩამიდია. ჩემი ბრალია? ხო, შენი ბრალია. შემდეგ შენ დაიბადე. ჩემს გულზე დაგაწვინეს და ყველაფერი დამავიწყდა. ჩემო თვალის ჩინო. შენს გაგივლის, როდესაც გულში შენ შვილს ჩაიხუტებ. ფეხმძიმობის დროს მოწყენილობა დასაშვებია, ხომ ასეა? ასეა. სად მიდიხარ? მითხარი რა გჭირდება და მოგიდან. ფეხი ციერული მსიამოვნებს. დავალ მერც დავხედავ. ღმერთო. რა მეშველება? დევა სინდისო. დევა მოდი დავილაპარაკოთ. ხელი არ მახლო. ხმას დაუწიე დევა გაიგონებენ. შენთან სალაპარაკო არ მაქვს. წამოდი. სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ხელი გამიშვი. დევა გამიშვი. ნუ მეხები. გამიშვი. დევა ჩემზე გაბრაზებული ხარ? ვიცი გაბრაზებული ხარ. ხო მომისმინე. რა სისულელეს ამბობ? თავი ვინ გონია? როგორ იქცევი? მერტ, ყველაფერს აგიხსნი. რა უნდა ამიხსნა? როგორ გაუჩინარდი? ქორწილის დღეს რომ არ გამოცხადდი. იცი მთელი ეს პერიოდი მე და მამაჩემ რა გადავიტანეთ? ერთხელაც არ დაგირეკავს. არც კი გიკითხავს როგორ ვარ. შეტყობინება ხომ გამოგიგზავნე დევა, ხომ მოგწერე? ვინ მწერს? ჩემი საქმროა? რა მომწერე? ჩემო სიყვარულო ახლა სხვა ქალზე ვქორწინდები და ამიტომ ჩვენს ქორწილს ვეღარ დავესწრებიო? მსგავსი რაღაც მოგწერე დევა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აგიხსნი. როგორ უნდა ამიხსნა? რა უნდა ამიხსნა? შენ დაქორწინდი? დაქორწინდი. მაიძულეს დავქორწინებულიყავი. იმ სულით ავადმყოფმა გულჯემალმა დამიჭირა და კინაღამ უფსკრულში გადამჩეხა. დამემუქრა, უნდა დაქორწინდეო. მართლა? გოგოც ძალით დააფეხმძიმე? ეგ შეცდომა იყო. დევა ჩემო ერთადერთო შეცდომა იყო. არ შემეხო. არ შემეხო, გაფრთხილებ. დევა მე შენი მერთი ვარ. მერთი რომელიც გიყვარს. გთხოვ, ახლა კამათის დრო არ არის, მოვედი რათა აქედან წაგიყვანო. გესმის? მართლა? დიდი მადლობა. როგორ შეწუხებულ ხარ? რაც გინდა ის მითხარი. აქედან გაგიყვან. მაპატიებ და ისევ შენთან დავბრუნდები. ქარენა ცოლს და შვილს მიატოვებ და აქედან ასე თავისუფლად წახვალ? ნუ თუ ეს ადვილია. ადვილია არა? მაიძულეს დავქორწინებულიყავი. კაცმა იარაღი შუბლზე მომადო, მითხრა მოკლავო, როგორ უნდა მოქცეულიყავი დევა? მითხარი, ნუ მაყვირებ. ხო და უნდა მომკვდარიყავი, გესმის? დავუშვათ რომ გულჯემალმა თავის თაზე დაქორწინება გაიძულა. იარაღი დაგიმიზნა. უფსკრულში გადაგაგდო. ის გოგო ძალით დააფეხმძიმე?
არ შემეხო. Sen beni aldattın. შენ მე მიღალოდე. გესმის ჩემი? Hayatımızda Gül Cemal. ჩვენს ცხოვრებაში გულჯემალი სულ არ არსებობდა, მაგრამ შენ მიღალოდე. Sen bana მიღალოდე. შეცდომას გამოვასწორებ. როგორ გამოასწორებ? რას ამბობ? მაპატიებ. ბოლოს მაინც მაპატიებ, აქედან ერთად გავალთ. Gül Cemal'e. გულჯემალი მოკვდება და მაინც არ გამიშვებს. მართლა? ნუ თუ მართლა. გულჯემალი აქ რა სტატუსით გაჩერებს? Ben onu. მე მასთან მუშაობ. მერტ? ეს ზღაპრებია. გულჯემალს რა ჰქონია? ზაფერჰანიმს ასე დაუპირისპირდება? არაფერი გამოუვა, გესმის ჩემი? მესმის. ჰქონია რომ მოინადირებს, თავის თავს მოინადირებს. ზაფერჰანიმი უმოქმედო დარზის. აქ ზაფერჰანიმა შემომიშვა. მერტ. მერტ. ერთად არ უნდა დაგვინახოს. ნიშნულობა არ აქვს, რადგან ახლა ვეწავალ და გულჯემალს ყველაფერს ვეტყვი. რა სისულელეს ამბობდება, რა სისულელია, ჩვენზე იფიქრე. მერტ. გულენდა, Ne yapıyorsun? აქ რას აკეთებ? რა ვიცი, ამიერიდან ხომ აქ უნდა ვიცხოვრო და ვიფიქრე სახლს დავათვალიერებ მეთქი. Evi tanıyayım. ვათვალიერებდი. Hadi kahveler hazır. აბა მზად არის. Tamam. კარგი. Yanağına mı? ბოღაზე რა გჭირს? მექავება, აქაურობა ბოტანიკურ ბაღს გავს. კანი მექავება და ზოლებად დამაჩნდა. İçmedin ყავა kahve. არ მოგეწონა? Yo. როგორ არა? ერთი წუთით რა იყო? Ben müvekkil. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უნდა დამერეკა.ახლავე დავბრუნდები გულენდა. Söyleyecek mi? მართლა ეტყვის ეს ავადმყოფი. სამ დღეს გაძლევ. ის ბავშვები აქ მოიყვანე. ძმაო გულჯემალ. იმ ბიჭებს კი ვიპოვი, მაგრამ 3 დღე ძალიან ცოტა არ არის? სტამბოლის მთელ ქუჩებს რომ შენ აკონტროლებ? მოპარული ნებისმიერი ნივთი ჩანთა იქნება თუ მუსიკალური ცენტრი. ბოლოს ხომ შენთან შემოდის? დიდი ხანი არ მინახი ხარ, პროფესია ხომ არ შეიცვალე? არა, ასია ძმაო, მაგრამ შენ დეტალურად ვერ მიღწევ თუ ვისთან გვაქვს საქმე. ასე მოკლე დროში ბიჭები როგორ ვიპოვო? მაგაზე შენ უნდა იფიქრო. სტამბოლში დაბრუნდი და ის გააკეთე რაც მეკითხარი. ძმაო, ისედაც დღეს ჩამოვედი და დღეს რომ დავრჩე? ხვალ რომ წავიდე? აქ იმიტომ ჩამოგიყვანე რომ ტურისტად ისეირნო? კარგი ძმაო, დღეს ვეწავალ. 3 დღეს გაძლევ. დრო შენს წინააღმდეგ მოქმედებს. ის ტიპები იპოვე და აქ მოიყვანე. არ ჩამოიყვან და იცოდე არ შეგიბრალებ. თევზებს შენს თავს შაბუგდებ. შეჩერდი ძმაო. კარგი ძმაო, გთხოვ შემიბრალე. გემუდარები, ამას ნუ გააკეთებ. რას მიპირებ ძმაო? Bilmek istemezsin. ჩემს დავალებას არ შეასრულებ და გაიგებ, რასაც გიპირებ. Öğreneceksin. Ne var ki? ბაში რა არის? ნიანგი. სასაცილო არ არის. სასაცილო არც არასოდეს ვყოფილ ვარ. პირანიასებრი არიან. რა? Ciddi misin? სერიოზულად ამბობ? Şaka უნდა იცოდე რომ არ ვხუმრობ. Evine gölet yaptın. ეზოში აუზი მოაწყვე და აუზში პირანიები გყავს? Sonra da insanları შემდეგი ადამიანებს აუზში ჩაგდებით ემუქრები?
სიგიჟის რომელი ხარისხია? მე სხვაგვარად განვარტავდი. ვიტყოდი, რადგან ასე იქცევა, ესე იგი ასეა საჭიროა. შენს წინ ფსიქოპათი არ დგას. კაცი დგას, რომელიც თავისი დის, თავისი ოჯახის დაცვას ცდილობს. შენს დასას ეიცავ? იმ ბიჭებს იბოვი და რას გააკეთებ? აუზში ჩააგდებ? მე ერთი დამყავს, სხვა არავინ. მას ვინ მიაწყენინებს გულს ატკენს და ვერ წარმოიდგენ რას გავაკეთებ. მაშინ მიხვდები, რომ პირანიებისებრი თევზები არაფერია, გრძელ წამწამიანო. რატომ მოხვედი? იცი, მაშინ ვხვდები, რომ ჩემთვის რაღაც გაქვს სათქმელი. გისმენ? მითხარი. გაფრთხილებას არ გააკეთო. აქედან წასვლა მინდა. აქ ვერ გავჩერდები. იტალიელებთან კონტრაქტი გავაფორმეთ. გუშინ საღამოს ხომ მითხარი დავრჩებიო? დღეს უნდა წავიდე. დავრჩები და მომკვდები. ვერ მოკვდები. Allah aşkına bırak. უფლისნებით გთხოვ, გამიშვი. სანამ მე ცოცხალი ვარ, შენ ვერ მოკვდები. იმედია ასეც იქნება. Kaçın. გავიქცევი. ვერ გაიქცევი. Nereden? რა იცი? მე ყველაფერი ვიცი. გარდა ამისა, სადაც უნდა გაიქცე, სადაც არ უნდა იყო, მე მაინც გიპოვი. ეს შენც კარგად იცი. Ne istiyorsun benim? ჩემგან რა გინდა? Gerçek. სიმართლე მითხარი. რა გინდა? მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემთან იმუშაო. იტალიელებთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. შენ მე დამპირდი. ამ ბრენდს ერთად ავაღორძინებთ. უпроსო მერის ქალიშვილის ნიშნობასთან დაკავშირებით რაც დამავლე მოვაგვარე. ძალიან კარგი. დროა მთელმა ბურსამ გაგვიცნოს. იბრაჰიმ ბიძიას დევასიკ დარჩენა რატომ უნდა უნდოდეს? İşte ben de onun მეც ამის პასუხს ვეძებ არ მაღან. Ya babam მამა ჩემს რატომ უნდა რომ დევა იქ დარჩეს? kalmasını istiyor. Devanın orada დევასიკ kalması ყოფნა kimin ვის რა işine შეაწყობს? yarıyor? Gerçekten ვერაფერი çözemiyorum გავიგე. ya. Sen შენ neden მოწყენილი რატომ ხარ? შენი აზრით ეს ბავშვები ვინ შეიძლება რომ იყვნენ? ეს დედასაფერია? Armağan yani. არ მაღან. Mahalledeki ჩვენი უბნის ქალებს გავს. რა ფორმაშია? Ben ამის თქმა öyle არ demek მინდოდა. istemedim yani özür dilerim. ბოდის yanlış გიხდი. söylemek istemedim ama შენი წყენინება არ მინდოდა. yani. უბრალოდ გამიკვირდა. არა უშავს. მეც რომ დავინახე ძალიან გამიკვირდა. ეგ ბავშვები ვინ შეიძლება რომ იყვნენ იფეკ? წარმოდგენა არ მაქვს არ მაღან. დედა ვიცოდე. ესე იგი შენს დანახვაზე გონება დაკარგა. დევა არ მელაპარაკება, ჩემი დანახვაც კი არ უნდა. შეეშვი თავი დაანებე. დრო მიეცია ერთ უგვიან გაბადიებს. სახლში რა ხდება? აქ სადგამომიშვის ტიპი ავადმყოფია, ავადმყოფი. უკვე დანებდი. არა, მაგრამ მე შენ გითხარი საშინელი ადამიანია. უნდა დამეხმარო. თუ გინდა რომ აქ სახლიდან დევასთან ერთად წამოხვიდე. ხომ გეხმარები? ჯერ ვერაფერი დავინახე. უნდა მითხრე მაგ სახლში რა ხდება. კარგი, თუ ასეა პირველ სადაზვერვო ინფორმაციას მოგაწვდით. გულჯემალი ქალაქის მერის ქალიშვილის ნიშნობას უნდა დაესწროს. კიდევ სხვა არაფერია.
შენც კარგად იყავი. ებრულა. ზაფერხანი, ოქრომჭედელ ფეჰმი ბეის დაურეკე. მერის ქალიშვილისთვის ელეგანტური საჩუქარი მომიმზადოს. მითხარით ნიშნობას არ დავესწრებიო. არ მივდიოდი, მაგრამ ის გველი გულჯემალი მიდის. თავისთავი მთელ ბურსას უნდა გააცნოს. გასაგებია, ქალბატონო. წეული მციღავ. გარაჰანიმ, საყვარელო, გისმენ, რა გინდოდა? მართალი ხარ, ამ სახლიდან უნდა წავიდე. აქ ვერ გავჩერდები. არ ვიცი როგორ გავიქცე. ხომ იცით ადრე ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა თქვენ უნდა დამეხმაროთ. დასახმარებლად შენს დას და მამას მიმართე. გულჯემალი ამის უფლებას არ მაძლევს. მოგცემს გულჯემალი გენდობა. რა იცი? ერთად ახში როგორ დაიძინებს იმ გოგოსთან, რომელმაც ესროლა. კარგი. ამ საღამოს დაველაპარაკები. შენთვის მე სხვა არაფერი შემიძლია. ნედავ მეტის გაკეთება შემეძლოს. რატომ მეხმარები? იძულებული ვარ. თანაც მერთან ერთად ერთ სახლში ვერ იცხოვრებ. ნამდვილად არ მინდა რომ აქედან წახვიდე. გმადლობ. მერტ. აქ რა საკეთებ? ახლა გარეთ გადი. უგეშინია. ვერავინ დამინახა აქ რომ შემოვედი. არც გიგწვენია. ნუ თუ მართლა აქ რჩები. ეს არის თქვენი ოთახი? ანგარიშს მთხოვ? ახლა გარეთ გადი. თორემ მიყვირებ. ვერ იყვირებ. ყვირილი რომ გდომოდა გულჯემალს სიმართლეს ეტყოდი. სიკვდილი გინდა? რა მინდა? ეს თმაც ჩემი იყო. გამეცალე. მერტ. თვალები ჩემი იყო. მერტ. მიპასუხე. რა საკეთებ, მერტ? შენ ჩემი იყავი. მხოლოდ 10 დღე გავიდა. მერტ, ახლა გარეთ გადი. 10 დღის წინ ჩვენ ვქორწინდებოდით. ოჯახს ვქმნიდით. შენ ჩემი ოჯახი იქნებოდი. პირველად ჩემს ცხოვრებაში ოჯახი მექნებოდა. გულჯემალი რომ არ გამოჩენილიყო, შენ ახლა ჩემი იქნებოდი. ჩემი გესმის? გაეთრიე. გამეცალე. გულჯემალი არაფერ შუაშია. ქორწინება შენ ჩაშალე. ცოლად მე მოყავდი არა და სხვა ქალთან მხალატობდი. სხვა ქალთან დაწექი. ქალი ფეხმძიმედ არის. ახლა კი მოდიხარ და მე და გულჯემალს გვადანაშაულებ? თანაც ანგარიშს მთხოვ. არ გრცხვენია არა? იმიტომ რომ ისევ სიგიჟემდე მიყვარხარ. ვიცი შენს გიყვარვარ. ვიცი ასია თორემ იცი როგორ მოიქცეოდი. გულჯემალს სიმართლეს ეტყოდი. ის კი ტყვიას შუბლში დამახლიდა. ვიცი არ დაგვიწყები ვარ. ახლა გაბრაზებული ხარ, მაგრამ გაგივლის. დაივიწყებ. ვიცი ისევ გამიხსენებ. ჩვენ სიყვარულს გაიხსენებ. ვიცი. არ გავიხსენებ. არ გავიხსენებ. შენ მკვდარი ხარ. დამთავრდა. არ მომკვდარ ვარ დევა. შემომხედე მე აქ ვარ. ცოცხალი ვარ. შემომხედე, თვალი გამისტორე დევა. მე მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ. შენთვის ვარსებობ. ამ ჯოჯოხეთში შენ გამო შემოვედი.
Sen öyle შენ მოკვდი. birini sevmeye Şeni siqvaruli mokali. içinde ölmeye და başladın. ჩემთვის მოკვდი. Ben seni sevmeyi bıraktım. უკვე აღარ მიყვარხარ.